რადიო მედეფემ წარმოგიდგენთ. მათთვის, ვინც ცხოვრების ჯანსაღწეს ირჩევს და დილით ადრე იღვიძებს. მათთვის, ვინც ახალ დღეს განახლებული ენერგიით ხვდება. ვინც ცნობის მოყვარია. ვინც მხიარულია. ვისაც უყვარს რადიო. და უსმენს მედეფემს. ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 8-დან 10 საათამდე. ყველაზე ენერგიული. ყველაზე ჯანსაღი. და ყველაზე მატონიზირებელი. დილის გადაცემა ვიტამინი. რადიო მედეფემის ეთერში. ტალღაზე FM 103. დილემშვიდობისა მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და როგორც უკვე დაგპირდით, დავბრუნდით ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენ დღევანდელი სტუმარი კი გახლავთ სტომატოლოგ, ორთოპედი ნინო რეხვიაშვილი. ნინო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოვბრძანდით ჩვენთან. ნინო, ჩვენ პირდაპირ გეტყვი, ძალიან ბევრი სტომატოლოგი ყოლია სტუმრად, შესაბამისად არაერთხელ გვისაუბრია პირის ღრუს, ასე ვთქვათ, მოვლის საშუალებებზე, ხერხებზე, იქ ასე შემდეგ, მაგრამ აი არასდროს არ ყოლია ორთოპედი. ეს ერთი. მეორე, აუცილებლად უნდა გავახმოვანოთ ისიც, რომ რამდენადაც ახლა გავიგე, თქვენ თურმე ამერიკაში ყოფილხართ რაღაც სტომატოლოგთა კონგრესის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ხო, ამ კონგრესზე იყავით საქართველოსდან. ძალიან საინტერესო, მოდით ჯერ დავიწყოთ თუ გინდათ ორთოპედიით, თუ გნებავთ ამერიკის ამბები მოგვიყევით. თქვენთვის მოგვინდია, ასე ვთქვათ, ეს საქმე. ასე რომ მე მგონი მე ვფიქრობ, მოდით ორთოპედიით დავიწყოთ, საერთოდ რა არის ეს ორთოპედია, რომ ჩვენ მომსმენელმა კიდევ უფრო დაწვრილებით გაიგოს და მიხვდეთ აი სტომატოლოგ ორთოპედია რას ნიშნავს და შემდეგ ამერიკაშიც წავიდეთ და ვიმოგზაუროთ. კი, ნამდვილად. დიდი მადლობა ჩემი მოწვევისათვის, მოგესალმებით. ორთოპედიული სტომატოლოგია, ეს როგორც ესეთი მეცნიერება არის კბილთა ფორმის, ფუნქციის, გარეგნული იერსახის, კბილთა მწკრივის და ლამაზი ღიმილის აღდგენის შესახებ. ჰოლივუდური ორთოპედიული სტომატოლოგია, როგორც სტომატოლოგიის განხრა, ახდენს კბილთა მწკრივისა და ალვეოლური მორჩის დეფექტების აღდგენას პროტეზირებით. არსებობს სხვადასხვა ტიპის პროტეზირება, ალბათ უკვე თქვენთვისაც ცნობილია, ეს არის მოსახსნელი და მოუხსნელი კონსტრუქციები, რომელზეც შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ანუ შესაბამისად მე არა ვარ სტომატოლოგი, მაგრამ ალბათ მე რო პროტეზისტ რო დამიდგება, ალბათ მოუხსნა. არა, პროტეზამდე არ არის აქ მისვლა საჭირო რა რატო თამუნა. ხო, ჩვენ ვთქვით, რომ ძალიან ბევრი სტომატოლოგი ყოლია სტუდიაში, ხო და შესაბამისად ეს ყოლია და გვეყოლება კიდეც, იმიტომ რომ არაერთხელ აღმინიშნავს და მე მგონი არა, შენ არ იყავით, თამუნა იყო მახსოვს, ერთად ვიყავით რადიოში და ისე კარგად მახსოვს, ის ზარი ცხოვრებაში არ დამავიწყდება, რომ რამდენჯერ გამოვიხეხო. კბილები ხო, უნდა გამოვიხეხოთ, რაღაც ისეთი კითხვა იყო, რომ აი ეს შოკი დამემართას, რომ რამდენად შეიძლება ითქვას, რომ დღესაც ეს კითხვა საერთოდ ვინმეს თუ დაებადებოდა არ მეგონა ნამდვილად, მაგრამ აი იმ თქვათ შენს კოლეგა სტომატოლოგებთან ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ პირის ღრუს მოვლაზე, რომ თქვათ იგივე პროტეზამდე და თქვათ იმპლანტაციამდე არ მივიდეთ, მაგრამ დავანებოთ თავი ხა ხდება სამწუხარო ფაქტი იმისა, რომ კბილის ექსტრაქცია მაინც რაღაცა პერიოდში არის საჭირო. და სანამ უშუალოდ ღიმლამდე შეიძლება ყველა კბილი თავის ადგილზე გვაქვს, მაგრამ რაღაცა ჩასწორებებს აქვს ადგილი და საჭიროება მოითხოვს. ამას თავი დავანებოთ, ყოველ შემთხვევაში აი მივედით იმ სამწუხარო შედეგამდე, რასაც ქვია კბილის იმპლანტაცია. მოდი იცი რა დავხატოთ, რომ რა სირთულეებთან არის კბილის იმპლანტაცია დაკავშირებული. ან თვითონ პაციენტის მხრიდან იქ რაღაცა ეტაპობრივად რაღაცნაირად აღწეროთ, ცოტა პოპულარული ენაზე თავისთავად ცხადია და არც უნთლად სტომატოლოგიური ორთოპედიული ტერმინოლოგიებით, რომ რა არის ეს იმპლანტაცია, რას მოითხოვს თქვათ იგივე ექიმისგან, რას მოითხოვს პაციენტისგან, ანუ ის რომ მე ვთქვათ მატერიალური საშუალება მაქვს იმპლანტაციის სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ იმპლანტაცია განხორციელებადია. რა შემთხვევებია, როცა რაც არ უნდა ეცადო, არ ჩადგება იმპლანტანტი და მორჩა. ჯერ იმპლანტაციაზე ვისაუბროთ, თუ არის შესაძლებელი. პროტეზებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ახლა მე რა თქმა უნდა ხახუმრობით, მაგრამ ერთი ორი კბილზე არა მაქვს ახლა საუბარი, მე როდესაც თავიდან თქვი ეს მოსახსნელი და მოუხსნელი თქო, ხო, ანუ აქ ასაკი ვიგულისხმე. შესაბამისად მე ადრე მახსოვს ყოველ შემთხვევაში მომიკრავს თვალი, აი რაღაც წყალში რო ჩადებდნენ ხოლმე. მე ბიბიელი ყოდა დაიხვეწა უკვე პროტეზები. ასე რომ აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვისმენს ალბათ ახლა ისეთი ადამიანები, რომლებიც თავშოთ ხანში შესულები არიან და აუცილებელია თუ არა დაიზრონ ყველა კბილები. სამწუხაროდ უკვე არა მარტო ახალგაზრდა პროტეზი ხო. ეს სპეციალურად არის დაკავშირებული. უნდა მოვიძროთ
თუ არა ეს კბილები და გავიკეთოთ თუ არა პროტეზი და რომელი პროტეზი არის ასე ვთქვათ უფრო უკეთესი? პროტეზირების ჩვენება არის მრავალფეროვანი, ასე ვთქვათ, კბილთა ძლიერი დაშლა, შეიძლება ფუნქციური და ესთეტიკური დისკომფორტი, კბილთა ნაწილობრივი და მთლიანი არ არის დაკარგვა, ანუ პირველადი თანდაყოლილი და მეორადი ადენტიები. ასე ვთქვათ, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არა მარტო ესთეტიური დისკომფორტია ეს კბილების არარსებობა, ალბათ ყველა მიცის, ყველამ თუ არა უმეტესობა მიცის, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია პირველი რგოლი და საჭმლის მომნელება იწყება პირის ღრუდან. და კვლევებმა აჩვენა, რომ თუნდაც ერთი კბილის არარსებობა უკვე ერთი კბილის დაკარგვა მნიშვნელოვან სერიოზულ გავლენას იწვევს საკვების დამუშავებაზე, რომელიც შემდგომ უკვე ეს გადადის გავლენას იწვევს შემდგომ რგოლზე და ეს ყველაფერი ზოგადად შეიძლება აისახოს უკვე გადავიდეს სისტემურ დაავადებაში, როგორც არის კუჭის ხლული და გასტრიტები და ასე შემდეგ. დიახ. პროტეზირებისთვის ესე იგი სხვადასხვა სახეებია, როგორც აღნიშნეთ, ესე იგი დღეს ყველაზე აქტუალური ხა ვთქვათ არის კერამიკა, მეტალოკერამიკა, რომელიც შეუცვლელ მასალას წარმოადგენს დღემდე. ეს ნინო უკაცრავად ეს მოდურია თუ ყველაზე საუკეთესო? აი ხო არსებობს ალბათ. მოდური ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადია მაინც დღესდღეობით. მიუხედავად იმისა, რომ უკვე აქვს თავისი რაღაც უკუჩვენებები თუ როგორ ნაკლები, უკეთესი ვარიანტებიც უკვე გამოვიდა, ასე ვთქვათ, მაგრამ დღესდღეობით მაინც მეტალოკერამიკა შეუცვლელ მასალას წარმოადგენს. ეს არის პრინციპში მეტალის კარკასი, მოპირკეთებული ფაიფურის მასი. ანუ ამაზე უკეთესი ჯერ არ. ამაზე უკეთესი არის, უკვე ნამდვილად არის, კი გამოსულია, მაგრამ ალბათ ფინანსებთანაც არის. ფინანსებთანაც არის დაკავშირებული და თავის ჩვენება აქვს, ყველა კონსტრუქციას თავის ჩვენება აქვს, ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ მეტალოკერამიკა საკმაოდ შეთავსების ინერტულია და ფაქტიურად ესე იგი ყოველად ანუ არაალერგიულია და არ იწვევს არანაირ შეუთავსებლობას ადამიანის პირის ღრუში, მაინც მიუხედავად რადგან მის კონსტრუქციაში შედის მეტალს არ გააჩნია ის გამჭვირვალობა, ის სხივის გარდატეხა, როგორც ბუნებრივ კბილს. და ამიტომ უკვე მე-20 საუკუნის ბოლოდან უკვე აქტუალურად შემოვიდა დღეს სტომატოლოგიაში, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია და ფართოდ გამოიყენება კერამიკა, ასე ვთქვათ, ცირკონიუმის ოქსიდზე დამზადებული. ცირკონიუმის ოქსიდს და მის კერამიკას ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდეთ და მაინც აი იქვე რაღაცნაირად სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ იმ კონსტრუქციებზე მოსახსნელია თუ მოუხსნელია თუ როგორ უნდა მოუაროთ, მე მაინც უბრუნდები იმპლანტაციის კითხვას. იმპლანტაციის ჩვენება არის კბილის არარსებობა. მოდი ესე დავიწყოთ, აი ეს უკანა კბილები, რომელზეც ამბობენ მაგალითად იგივე შედარებით ახალგაზრდა. არა მარტო უკანა კბილებზე. წინ ახლა თავისთავად საჭიროება მოითხოვს, მაგრამ არის გამიგია შემთხვევა რა მოხდა არ ჩანს. ჩვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, თუნდაც ერთი კბილის არ ერთი აი სიბრძნის კბილზე. გაწუხებს თუ არ გაწუხებს, უნდა ამოიღო. არა, მე მაგიც მისმენია და არის ნამდვილად გავრცელებული ეს აზრი, რომ მოსაზრება, თუმცა არ არის. გინდა მე შეგაწუხებს და ჯობია ამოიღო. მოკლედ ყველა შემთხვევაში, თუ კი თუნდაც მე-6 მე-7 კბილი გაკლია, სასურველია რომ მოხდეს მისი იმპლანტაცია, ხო მართალია? დიახ, არა მარტო მე-6 მე-7 კბილი, როდესაც არის მეორადი ადენტია, რა თქმა უნდა, ყველაზე საუკეთესო უკაცრავად, მაგრამ მეორადი ადენტი ცოტა რთული გასაგებია. ანუ როდესაც რაღაცა მიზეზის გამო პაციენტს მოუწია კბილის ამოღება. ну ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, ასე ვთქვათ, არის იმპლანტაცია. იმიტომ რომ ის ხარის დაზოგვახდება სხვა კბილების, არ ხდება შეხება სხვა კბილებთან, ასე ვთქვათ, როგორც დამუშპეპარირება, ანუ დამუშავება სხვა კბილების, დამოუკიდებლად ხდება კონკრეტულად იმ კბილის ჩასმა, ანუ იმპლანტის ჩასმა და აღდგენა მხოლოდ იმ კბილის. რა შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ვთქვათ, ვერ მოხდეს იმპლანტაცია? არის ესეთი შემთხვევა? პრაქტიკულად თითქმის უკვე უკუჩვენება აღარ აქვს იმპლანტაციას, უბრალოდ ეს ხდება წინასწარი დაგეგმით, აუცილებლად განისაზღვროს თulis სისქე, ალბათ გრძელების მდგომარეობა, ზოგადად ადამიანის სომატური მდგომარეობა და შემდეგ ხდება უკვე შეთავსებადობაც, მე მგონი უკვე დღეს ძალიან მარტივად ხდება. ხო, თითქმის აღარ არსებობს ძალიან ყველაფერი მედიცინაში მოგეხსენებათ, რომ აბსოლუტური არაფერი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად თითქმის აი აქო დამცავი რამე საშუალებები არსებობს, რომ იგივე ეს ხო ყბის ძვალზე ძალიან არის დამოკიდებული იმპლანტაცია, ხო მართალია? აი რა მექანიზმებია იმისი, რომ ყბისძვლის განლევა არის, ცოტა შორს წაგვიყვანს ეს საუბარი, მაგრამ ზოგადად მაინც ესე მარტივიანით რომ ვთქვათ, ეს არის რძილების მოვლა ალბათ, ხო?
დიახ, პირისღრუს ჰიგიენა და ნუ სტომატოლოგთან ვიზიტი, რაც აუცილებელია თუნდაც წელიწადში ორჯერ მაინც პროფილაქტიკური თვალსაზრისით, თუნდაც რომ მოხდეს ჰიგიენური წმენდა, თქვათ რაიმე დროზე აღმოჩნდეს თუ კი რაიმე არსებობს უკვე პათოლოგია პირისღრუში და დროული სტომატოლოგიური ჩარევა. დაუბრუნდეთ ახლა მოსახსნელ პროტეზებს, თამუნას რომ უნდა ჭიქაში რო კი, მაინტერესებს ეს ძალიან. ჭიქაში რო დევდნენ ხოლმე, ხო და მე ან ეს კარგი ვარიანტია ხა ჭიქაში დაწვა, მაგრამ ყოფილა შემთხვევები დავუშვათ, არა, სად არის რა. აი, იყო ისეთი მასალა, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა, ნუ მოთავსება სპეციალურ ჭურჭელში ასე ვთქვათ, წყლის. დღეს უკვე დაიხვეწა ეს მასალები, აღარ არის აუცილებლობა და საჭირო რომ ეს პაციენტმა თუ მოიხსნას და აუცილებლად ჭიქაში ჩადოს ასე ვთქვათ. მაგრამ უნდა მოიხსნას. აუცილებლად. მოსახსნელი მაგიტომაც ქვია. იმით აი თქვა დაეძინა დარჩა, რა მოხდება? შეიძლება არ არის დაფიქსირებული, არა, ანუ ყარად ექიმის მიერ ეს არის ფიქსირებული სხვადასხვა საშუალებებით, ასე ვთქვათ, ესე იგი თუ არის ეს მთლიანი მოსახსნელი სპეციალურად ვაკუუმის მეშვეობით ხდება, ფიქსირება თუ არის ნაწილობრივი, იცით, კლამერებს ვეძახით ჩვენ მეტალის კაუჭებით, მაგრამ აუცილებლად უნდა მოიხსნას. დღეში, ნუ ორჯერ ეს როგორც წესი, დილა-საღამოს ჰიგიენური, მხოლოდ და მხოლოდ ჰიგიენური თვალსაზრისით. და ნინო, აი მოდი მე ხა უფრო მართალი გითხრა, ალბათ მე არ ვიცი, მაგრამ აი მე რო დამჭირდეს, ალბათ მე მოვინდომებდი მოუხსნას. რა არის აი ეს იცით, მინდა გიხსნას, რომ თითქმის უკვე მიდის აი უკვე მთელ სოფლიოში იმაზე, რომ მოსახსნელი პროტეზები უკვე იყოს როგორც დროებითი. ანუ სანამ პაციენტი ემზადება იმპლანტაციისთვის. უბრალოდ ხა ეს იმპლანტაცია ცოტა არ იყოს ძვირის სიამოვნება, ასე ვთქვათ, და ცოტა არა, ძვირის არ აქვს ამის საშუალება განსაკუთრებით ნუ ჩვენ ქვეყანაში და ამის გამო არის რომ იზოლებულია რომ იხმაროს რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ხა ნუ ჯობია არ ნუ ყოველთვის უკეთესია რომ რა თქმა უნდა იყოს. და მას არ აქვს დაუშვათ რაღაც პერიოდი, აი 10 წელი რა. არა, რა თქმა უნდა, აქვს წესით უნდა მოსახსნელი პროტეზი სადღაც მაქსიმუმ 3 წელიწადში უნდა შეგამოიცვალოს. მოსახსნელი 3 წელიწადში. ნუ იცით, აი როცა კეთდება ეს დროებითად, ეს არის 6 თვით, სადღაც 6 თვით მაქსიმუმ წლამდე. და მოუხსნელზე ნინო? მოუხსნელ კონსტრუქციებს რაც შეეხება, მოუხსნელ კონსტრუქციები თვითონ ესე კი კერამიკა, მეტალოკერამიკა რო ახსენეთ, მეტალოკერამიკა სადღაც საშუალოდ 5-7 წელი, 10 წელიც მუშაობს. ეს უბრალოდ დამოკიდებულია თვითონ პაციენტის კბილების მდგომარეობაზე, როგორ უბლის, როგორი თვითონ როგორ აქვს თუნდაც გენეტიკური განწყობა. იმ 10 წლის შემდეგ შეიძლება ხო რომ დავუშვათ მოხდეს შეცვლა. კი, ანუ შეცვლა აუცილებელია. ნუ იცით რა არის, მაგასაც თავი ჩვენება აქვს, ახლა თუ იქ დაირღვა ის როგორც არის იმის წესი, ეს ყველაფერი დარღვეულია, აუცილებლად უნდა მოხდეს. და აი მივადექით ყველაზე ისეთ მნიშვნელობას, მე ესე ვიტყოდი, ეს არის ყვადაღებული ცირკონი. ჯერჯერობით აუხსნათ რა არის ეს ცირკონი და აუცილებლად ალბათ უნდა შეგეკითხოთ იმაში, რომ არა აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ მაინც რამე პრობლემასთან უნდა გქონდეს საქმე, იმიტომ რომ რატო ახლა შესაძლებელია კბილებს არ გქონდეს ისეთი ზომა, წონა, ფერი, გაწყობა, რაღაცა, რომელიც აი იგივე ჰოლივუდური ღიმილის საშუალებას გაძლევს პირს რო გააღებ, ხო? შეიძლება თორე რო გაიცინებ და ოქროს ფერი რო გამოგიჩნდეს. და აი შესაძლებელია თუ არა თვითონ კბილი იყოს ჯანმრთელი და თუ პირიქით ეს ჩვენება უნდა იყოს, რომ შემდეგ ზემოდან ხდება ეს გადაკროვა, ტექნიკურადაც არ გვიხსნათ, რომ სიტყვაზე მე არა მაქვს ვთქვათ პრობლემა კურნალობის თვალსაზრისით კბილებთან, მაგრამ ესთეტიურად აი მოვითხოვ რომ მინდა მქონდეს თქვათ უფრო უკეთესი და ლამაზი ჩარიწყინებული მარგალიტები. მოგახსენეთ რომ ცირკონიუმის ოქსიდი უკვე მე-20 საუკუნის ბოლოდან გამოიყენება მედიცინაში, არა მარტო სტომატოლოგიაში და თქვათ ტრავმატოლოგიაში, როგორც ენდოპროტეზირებისათვის გამოიყენებენ, მაგრამ ძალიან აქტუალური გახდა სტომატოლოგიაშიც. ეს არის ცირკონიუმის ოქსიდზე დამზადებული, როგორც მეტალოკერამიკა არის მეტალის კარკასზე და მოპირკეთებული ფაიფურით, ეს არის ცირკონიუმის ოქსიდი, მოპირკეთებული ფაიფურით. ცირკონიუმის ოქსიდის უპირატესობა ის არის, რომ ის თავისი ანუ გარეგნული იერსახით მიახლოებულია კბილის ბუნებრივ ქსოვილთან, დენტინთან, რომელიც სხივის გარდატეხას ახერხებს, ის ახდენს ისე როგორც ბუნებრივი კბილი და ესთეტიურად საკმაოდ ლამაზი გამდულად. ასევე აღინიშნოს ის, რომ ცირკონის შემთხვევაში, ცირკონოკერამიკის შემთხვევაში
მიმიზოგება კიდეც კბილის კბილი ასე ვთქვათ და აი მაგალითად ცირკონ კარიესისგან დაზღვეული ხარ? დაზღვეული არა ხარ. მანდა უბრალოდ ის რომ ვთქვათ მეტალოკერამიკის შემთხვევაში როცა ხდება რომ საკმაოდ დამუშავოთ პრეპარირება კბილების ზოგ და ხშირ შემთხვევაში ხდება კბილის ტელეპათია განსაგებია. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მის გაკეთდეს ცოცხალ კბილებზეც უფრო აკეთოს. ნინო, მე მგონი დროა ეხლა ამერიკას ვესტუმროთ, რადგან თქვენ ახლა რამოდენიმე ასე ვთქვათ პროტეზის სახეობაზე ვისაუბრეთ. აი ამერიკაში რას ფიქრობთ? და ზოგადად აი ხა თქვენ იყავით კონგრესზე, ალბათ იქ იყვნენ ყველა ქვეყნის წარმომადგენლები. არის რაღაცა ისეთი სიახლე რევოლუცია, მოდი არ ვიცი რაც გნებავთ დავარქვათ, რომ აი კიდევ უფრო ხა ზოგადად ყველაფერი წინ მიიწევს პლუს მასტერ კლასები ქონდა და აი რას ეუფლებოდა ნინო ხდებოდა იქ, ანუ ან თუ არის ესეთი რამე სიახლე, რაც ჩვენ არ ვიცით. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან სასიხარულო და სამაყვარო საქართველოში, არა მარტო საქართველოს სტომატოლოგია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია მედიცინაში და საქართველოში მათ შორის არ ჩამოვარდებით ნამდვილად არაფერი ისეთი თქვათ ამერიკაში ისეთი არ კეთდება, რაც ჩვენთან არ კეთდება. უბრალოდ ამერიკაში ხარ ცოტა ეს მეტი კომფორტი აქვს ექიმებსაც და პაციენტებსაც, თუნდაც არჩევის თვალსაზრისით, ეს არ იმიტომ რომ ფინანსებიდან გამომდინარე ცხოვრების დონე, ზოგადად ყველა. და თუმცა ჩვენთან აბსოლუტურად ყველა ის რაც ამერიკაში თქვათ ექიმის თავაზობს, მას ამერიკაში მე ვიცი რომ უძვირესია. უძვირესია ნამდვილად საკმაოდ ფუფუნება, მდიახ. მაგრამ ფაქტიურად ყველა მაინც მიმართავს სტომატოლოგს, იმიტომ რომ ეს რაღაც კულტურა თუ ეს ცხოვრების წესად აქვთ ისე რომ აუცილებლად და მიმართონ და მოუვარონ პირის ღრუს და ასე შემდეგ და რას ეხებოდა მოკლედ? არა, ნამდვილად არავის ეხა ისეთი რაღაც რაც ჩვენ თქვა ჩვენთან არ კეთდება და არ ისეთი რამე ნამდვილად ამერიკაში და არსად უკვე სოფლიოში არა. პირიქით ძალიან სიამაყით შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერს ჩვენ იგივეს ვაკეთებთ უბრალოდ დასაგებად. აი წინსვლასთან დაკავშირებით დავუშვათ არის რამე ისეთ სიახლეები მოსალოდნელი რაღაც ისეთი. საერთოდ ეხა უკვე მიმდინარეობს ცირკონ და ბრილიანტზე რო გადავიდეთ. შეგონია არ გეჩდება ყველაფერი. ეხა მიმდინარეობს ეს მუშაობა ღეროვანი უჯრედების მეშვეობით რომ თქვა შეიძლება მესამეჯერაც ამოვიდეს ადამიანს კბილები ეს უკვე ნახოთ კვლევები და მე არ მინდა. თქვა ის სტომატოლოგი შეგეშინდა არა იცი უბრალოდ გასა შეიძლება მინდა ეს კბილი და ჯერჯერობით სანამ აპრობირებული არ იქნება არ მინდა მაგრამ რა მაგის პასუხი და რა აი მასტერ კლასები ახსენე შენ რას გასწავლიდნენ რას ეუფლებოდი და ვთქვათ აი რამე სიახლეს დაეუფლე ტექნიკური თვალსაზრისით ან აი რა მოგცა ამ მასტერ კლასმა ნუ იცით რა არის როგორც პრაქტიკოსი იქ ცოტა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის რომ თუ როგორ სხვა რა სტილით მუშაობენ ვთქვათ იგივე ჩვენი კოლეგები რა მასალებზე გვაქვს მასალები საქართველოს აუცილებლად ჩვენ ნამდვილად მუშაობთ თითქმის იმიტომ რომ ხა საქართველოში ეს ხო ეს მასალები იწარმოება აუცილებლად ნუ ან ევროპაში ან ამერიკაში და ეს ყველაფერი ჩვენთან ხდება ექსპორტის. ახლა ჩვენ ადგილობრივი წარმოების სტომატოლოგიური მასალები არ გვაქვს. ეხლა ბრილიანტები ახსენეთ ამ უნამ და სხვათა შორის ძალიან მოდებული არის. ახლა არ ვიცი ხო საქართველოს აი ნინოს კითხოთ. ახლა როგორც ორთოპეს მოქმედ სვაროვსკის თვლების და ბრილიანტების ჩასმა ხდება. ეს არის მე ეს არის როგორც აი ესთეტიკი ანუ მომართავ ჩემთვის ამ სულილი. ხშირად სხვათა შორის და არა მარტო თავის კბილებზე მე მყავდა ერთი პაციენტი რომელსაც ჰქონდა მოსახსნელი პროტეზი ქალბატონი იყო და მოითხოვა რომ აი მინდა რომ მქონდეს ბრილიანტის კოთუ ხო და არა ნუ მაგ დროს მე მაინც ურჩევდი ყველას ნუ გაახმოვანები დაგხვდეს ვინმე აბა გააღებინე და რა მაინტერესებს ეს ახლა რამდენად რა ვიცი ახლა უსაფრთხოა თვითონ კბილისთვის მით უმეტეს თუ ჯანსაღ კბილს იმდენად აი ძალიან უმნიშვნელოდ მუშავდება კბილი ასე ვთქვათ აი რაღაც ძალიან მიკრონების დონეზე ეს მიკროსკოპულად კეთება ფაქტიურად ის კბილისთვის არაფერი ზიანის მომტანი არ არის ვინც ამას იკეთებს შესაბამისად ის კარგათაც უვლის პირის ღრუს ასე ვთქვათ ხო ჰიგიენას მაღალ დონეზე აქვს და შესაბამისად ხა ეგ არ წარმოადგენს არაფერ საფრთხეს ჯანსაღ კბილის დაზიანების და გამორხვის ესე იგი ცირკონის ამბავი გავარკვიეთ ბრილიანტები კბილებში გავარკვიეთ და სამომავლოდ ნინო აი როგორ გითხრა შე როგორც ორთოპედი ნუ თავისთავად ცხადია ექიმთან ვიზიტი რაზე ალაპარაკი ხა წელიწადში ორჯერ უკვე ახსენე რამე რაღაც ისეთ ხوار გადახვიდოდი დამხმარე მედიკამენტების დასახელებას თავისთავად ცხადია არ გთხოვ მაგრამ აი ვთქვათ ის კალციუმის შემცველ პრეპარატების ან საკვების რო რაციონის მიღებას რომელ ასაკამდე აქვს აზრი იმისთვის რომ აი კბილმა მაქსიმალურად დიდხანს გაგვიძლოს და ჩვენივე კბილების შეგვრჩას ასე ვთქვათ
ვთქვათ. აქვს თუ არა აი კვებითი თვალსაზრისით ხელშეწყობას. ან იგივე რაიმე ჩვენ მაგალითად თამუნაგოგრიჯენმა შენმა კოლეგამ არაჩვეულებრივი ისეთი კალციუმის შემცველი რაღაც გვასწავლა პატარა რეცეპტი და შენ ხო არა გაქვს რამე ამ მსგავსი რჩევა? ან მე მაგალითად გამიგია რომ ყველაზე დიდი რაოდენობით კალციუმი რომელიც არაკბილებისთვის არამედ ისედაც ზოგადად ძვლებისთვის რომელსაც აქ აზრი რომ მიიღო ეს პროდუქტი იმიტომ რომ შევა ეს და მივა იცვლებამდე ეს არის ჰოლანდიური ყველი. მე არ ვიცი დაავადებულ მდგომარეობაში. ადრე რატომაც იყო მოსაზრება რომ ხაჭოში უფრო ყველაზე მეტი კალციუმი, მაგრამ კვლევების მიხედვით გამოჩნდა რომ არის ყველში უფრო მეტი რაოდენობით კალციუმი. თუნდაც არა ჰოლანდიურში. თუნდაც არა ჰოლანდიურში. სულგუნით წავა. კი. სულგუნით წავა კი არა ერთი პაციენტი იყო რომელსაც ჰქონდა რაღაცა ძვლების თვალსაზრისით, ნუ კალციუმთან დაკავშირებით პრობლემები და ეს რჩევა რომ უთხარი რომ ჰოლანდი რას მელაპარაკები გენაცვალე მე ყოველ დღე სამეგრელოდან მომდის სულგუნზე უკეთესი რა უნდა იყოს და შეურაცხყოფად მიიღო ჰოლანდიური ყველის ხსენება. მონების და ხო, მაგრამ ესე იგი ჰოლანდიური ყველი ეს სწორი ინფორმაცია. მე ესე მივხვდი რომ დეპრესია ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას კბილების ჯანსაღკბილებზე. ეს არის გენეტიკური წინასწარ განწყობა, თუნდაც პირველი. რა თქმა უნდა, კვება აუცილებლად ეს არა მარტო მე უკვე როცა პრობლემები შეიქმნება, მე ბავშვობიდანვე ასე ვთქვათ რეჟიმი რაღაც გარკვეულად უნდა იყოს, რომ ვიტამინები გაჯერებული ხილი. რა თქმა უნდა, დროული სანაცია და დროული კურნალობა მიმართვა იქ სტომატოლოგთან ვიზიტი. ეს ყველაფერი ერთად მოგცემს იმას რომ მაქსიმალურად დიდხანს შევინარჩუნოთ ჩვენი. და მით უმეტეს ახლა ნუ რა თქმა უნდა ახლა სახელს არ ვიტყვი, მაგრამ ყოფილა შემთხვევები რომ აი რეკლამაში ახლა რადგან პროტეზებთან ვართ ახლოს თქვენი სპეციალობა, რომ იქ რაღაც სპეციალური მალამოები გამოიყენება, რომ აი ეს პროტეზი რაღაც კბილები ერთმანეთს არ მიეწებინო, ალბათ ყოველ გვინახავს. პროტეზის საფიქსაციო წებოებზე. ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს არის ეს რეკლამა თუ მართლა არა არის რატომ არა მარტო რეკლამა, ნამდვილად არის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება პროტეზის პაციენტებისათვის. და ბოლოს აი კიდევ ერთ კითხვას დავსვამდი ხა ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი, ცალ-ცალკე თუ გინდა გამოყავი პერიოდები, რაც ჭირდება, ხა წარმოგიდგენია, თუ მეტეს კბილის დამუშავებას რაღაცა პერიოდი უნდა, რაღაცა რაოდენობრივი ვიზიტები უნდა სტომატოლოგთან. აი იგივე ცირკონის გადაკრის შემთხვევაში, პროტეზის შემთხვევაში და არამოსახსნელი კონსტრუქციების შემთხვევაში. დაახლოებით რა პერიოდს მოიცავს ეს, რომ ადამიანმა დაგეგოს მისი თქვათ ან სამსახურიდან შვებულება, ან რაღაც ყველაფერი ინდივიდუალურია მესმის, მაგრამ აი საშუალოდ რა პერიოდში ხდება ამის ამზადება. აღნიშნე ხე სტომატოლოგი ძალიან განვითარდა და ძალიან მაქსიმალურად ყველანაირ პირობას თავაზობთ პაციენტებს იმისთვის, რომ მან კომფორტულად იქნას. ხო, ტელევიზორზე ერთი რეკლამა იყო, იმასაც არ დავასახელებ, ესე იგი მიხვალა ერთ დღეში 32 კბილს გიცვლება, რამდენად შესაძლებელია. ადრე სხვათა შორის იყო ხე ერთ კბილზე მიდიოდი ერთი კვირის განმავლობაში იქ რაღაცა იყო ესეთი პრობლემას, რა თქმა უნდა. ზოგადად აი რაღაცას მოიცავს. ესე ვთქვათ, კბილების ჩასმას, ასე ვთქვათ, პროტეზირებას, რომელსაც პაციენტს რო დისკომფორტს განიცდის, ვთქვათ, ეს რომ დამუშავებული კბილებით. დღეს ფაქტიურად მაგი არ არსებობს უკვე, იმიტომ რომ როდესაც ხდება პრეპარირება, სანამ დამზადდება ეს მუდმივი, ასე ვთქვათ, კბილები, კერამიკის გვირგვინი იქნება თუ ცირკონის გვირგვინი, პაციენტს ჩვენ უკეთებთ ადგილზე დროებით კბილებს, რომლით ეს არის საკონტაქტო კბილები, რომლითაც შეუძლია ესთეტიური თვალსაზრისით წესი და არამოვარდას და არანაირად არ დაერღვევა. და მოკლედ ესე იგი ნინო, რადგანაც ესე ბოლოსკენ მივდივართ, ალბათ გასაგებია რომ თქვენ სტომატოლოგ ორთოპედი ბრძანდებით, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და შესაბამისად ჩვენი მსმენელები გვემატებიან და შესაძლებელია მათ სულაც არ მოусმენიათ ამის შესახებ. კიდევ ერთხელ ზოგადად აი პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ? ნუ პირის ღრუს ჰიგიენაზე პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ ის რომ ხა კბილები უნდა გამოვიხოთ ეს ნუ ამაზე უკვე ხო ძალიან არა სამჯერ ნუ ორჯერ მაინც მანანამ თქვა რომ კი სამჯერ ორჯერ მაინც ორჯერ უკიდურეს შემთხვევაში აუცილებლად დროულად უნდა მიმართოთ სტომატოლოგს. ახლა ეს არ გამომდის სტომატოლოგების რეკლამაში, უბრალოდ სტომატოლოგს, იმიტომ რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი რგოლია, ასე ვთქვათ, არა მარტო მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ახლა ივიხეხავთ კბილებს, საჭიროა თუნდაც წელიწადში ორჯერ სტომატოლოგიურად პროფესიულად ჩარევა, გაწმენდეს პროფესიული წმენდა, რომ ის წელიწადში ორჯერ რასაც ჩვენ თვითონ ვერ ვახერხებთ და არ გვაქვს ის საშუალებები, ვერ ხერხდება მაქსიმალურად პირის ღრუს გაწმენდა. მარტო კბილის პასტა ვერ გშველის. ნამდვილად, ხო არსებობს იქ სხვადასხვა რაღაც რგოლები. უცებად ამისათვის უნდა მიმართოთ სტომატოლოგს სასურველია 6 თვეში ერთხელ მაინც რომ მოკლედ დღევანდელ დღეს ჩვენ გავარკვიეთ რომ მაქსიმალურად არის დამოკლებული პერიოდი თუ კი თქვენ რაღაცა ორთოპედიული ჩარევა გჭირდებათ იმისთვის რომ გქონდეთ
იგებთ რაღაცა შესაბამისად კარგი კბილები, არა მარტო ესთეტური, არამედ ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც ეს პერიოდი არის მაქსიმალურად დამოკრებული, დისკომფორტიც არის ნაკლები, ხომართალია. და შესაბამისად იმილი გარანტირებული, ხა იმით უმეტეს თუ პროტეზი კეთდება, ზუსტად ის ფერი, ზუსტად ისეთი იქნება, როგორც ალბათ ჩვენ. არა, ცირკონითაც გარანტირებულია, ცირკონითაც კი და არ უნდა ამას მანდამენტ კბილების მეტალოკენომიკასაც ქონდა ეს თვისება ნამდვილად. თუმცა რაღაცა ძირებში სილურჯე გადაკრავდა და შენ იგივე ხო. არა, პლუს უნდა მომკვდარიყო კბილი, ხო მართალია და აქ ნარჩუნდება ცოცხალი კბილი. ბევრი ინფორმაცია გავიგეთ მოკლედ. კბილები წესრიგში გვაქვს უკვე გილოცავთ მეგობრებო. ბრილიანტით კი შეგიძლია ჩაისვათ საბოლოო იზიუმინკას. ნამდვილად. მე უბრალოდ მინდა ჩვენს მენელს შევახსენო, ჩვენ დღევანდელი სტუმარი იყო სტომატოლოგ ორთოპედი ნინო რეხვიაშვილი. ნინო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგწანდით ესეთი საინტერესო, ასე ვთქვათ, რჩევები თუ თქვენი აზრები გაგვიზიარეთ და გაუზიარეთ ჩვენს მენელებს. ჩვენ კი აქვე დაგემშვიდობებით, მეგობრებო, ამასობაში უკვე მე ვფიქრობ, ნია სანამ მოგვიკაკუნებს მანამდე. იცი ნია არ ჩანს, არ არის გამორიცხული თათა იყოს. შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში 5 წუთში შესრულდება 10 საათი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საეთერო დრო დღეს დასრულდა. თამუნა ბოჭორიშვილი, ეკა ხოსიაშვილი, ის დროა რომ დაგემშვიდობოთ როდემდე? როდემდე და ხვალამდე. ხვალ დილის 9:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს, ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. რადიო მედეფემ წარმოგიდგენთ მათთვის, ვინც ცხოვრების ჯანსაღწეს ირჩევს და დილით ადრე იღვიძებს. მათთვის, ვინც ახალ დღეს განახლებული ენერგიით ხვდება, ვინც ცნობის მოყვარია, ვინც მხიარულია ვისაც უყვარს რადიო და უსმენს მედეფემს. ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა დილის 8-დან 10 საათამდე ყველაზე ენერგიული, ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე მატონიზირებელი დილის გადაცემა ვიტამინი რადიო მედეფემის ეთერში ტალღაზე FM 103